გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობის მიზანია საფრთხეში მყოფი და ეკონომიკური ღირებულების მქონე ცხოველთა შესახებ მონაცემთა ბაზის გაცვლა. წითელი ნუსხის მომზადება ბალახოვანი მცენარეებისათვის ტყეების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი კანონმდებლობის მომზადება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველად გამოიყო თანხა ბიომონიტორინგისთვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის. ამის საპასუხოდ გერმანიის მთავრობამ გამოყო ორჯერ მეტი თანხა, რადგან ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები, რამე თუ გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბიომრავალფეროვნების შესახებ. Მოხარულები ვართ, რომ გისის ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩართვის საშუალება მიეცა. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საშუალებას იძლევა შექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული ბიომრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს ხელისუფლება სათანადო ინფორმაციით.